ვიდეოში ნახავთ, როგორ იღებდნენ ცისფერი მთების ინტერიერის სცენებს სპეციალურად აშენებულ პავილიონებში. საიდან გაჩნდა ფილმის შექმნის იდეა? რატომ უნდოდათ რეჟისორს და მხატვარს, რომ ფილმში გრენლანდიის ნაცვლად შიშკინის ცნობილი ნახატი გამოჩენილიყო? როგორ შეარჩიეს მსოფლიოს 1000 საუკეთესო კინოკლასიკიდან 20 საუკეთესოში ცისფერი მთები? ეს და კიდევ არაერთი საინტერესო ისტორია ვიდეოში, რომელიც შესაძლოა ცისფერი მთების შესახებ არ იცოდეთ. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს განვიხილავ, როგორ გადაიღეს ყველასთვის ცნობილი ქართული კინოს შედევრი ელდარ შენგელაიას ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და გაგიზიარეთ მისი შექმნის ძალიან საინტერესო დეტალებს. დავიწყოთ. დავიწყოთ ასოლოდები. მოგზავნთ. ზოგჯერ ყველაზე დიდებული ფილმების უკან ყველაზე რთული ისტორიები დგას. ცისფერი მთები დღეს ყველასთვის საყვარელი კლასიკაა, მაგრამ 1983 წელს, როცა ელდარ შენგელაიამ ამ ფილმზე მუშაობა დაიწყო, არავინ იცოდა, რომ ეს პატარა რედაქციის ისტორია ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად იქცეოდა. მე ტანკისტი ვიყავი. ომამდე. იცით ვარა თქვენ? ტანკისტი კი არა ის ვიყავი. მაგე გამოსარკვევი არა იყავი. ელდარ შენგელაიამ რეზო ჭეიშვილის მოთხრობა ცისფერი მთები ჭიათურაში სამანეშვილის დედინაცვალზე მუშაობის დროს წაიკითხა. მოთხრობა მხოლოდ 6 გვერდს მოიცავდა, თუმცა სწორედ ამ პატარა ტექსტში დაინახა რეჟისორმა დიდი კინოს შესაძლებლობა. კიდე შემაქამა, უკაცრავად, რა იგრძენით? ჭირიდა სიკვდილი. თავიდან რეზო ჭეიშვილს არ ჯეროდა, რომ ამ მასალისგან ფილმი გამოვიდოდა, რადგან აქ არ იყო კლასიკური სიუჟეტისთვის დამახასიათებელი ელემენტები. არც სიყვარული, არც ინტრიგა, არც დიდი დრამა. მთელი ისტორია მხოლოდ ადამიანების საუბრებზე, უმოქმედებასა და აბსურდულ სიტუაციებზე იყო აგებული. თუ იცით, იგავარაკებს მიიღებს? არა, მაგრამ უარს არ გეტყვი. რეჟისორის მთავარი ამოცანა იყო, რომ ფილმი მხოლოდ სატირა არ გამოსულიყო. მას არ სურდა პერსონაჟების დაცინვა. პირიქით, რეჟისორს უნდა ეჩვენებინა ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის ნაწილი გახდნენ. სწორედ ამიტომ იყო რთული ბალანსის დაცვა. ფილმი უნდა ყოფილიყო სასაცილო, მაგრამ ამავე დროს სევდიანი. მაყურებელს უნდა გაეცინა, მაგრამ შემდეგ დაფიქრებულიყო. რატომ ხდება ასე? 3 წელიწადია სიცარიელეში ვარ, ბატონო ვაჟა. რაში ვარო რაო? სიცარიელეში. ძალიან კარგი. სიცარიელეში. ფილმის მთავარი მოქმედება ჟურნალის რედაქციაში მიმდინარეობს. ეს სივრცე შემთხვევით შერჩეული ადგილი არ ყოფილა. რეჟისორისთვის ოთახი, მაგიდები, კარადები, ქაღალდები და კედლებზე ჩამოკიდებული ნივთები თავად ისტორიის ნაწილი იყო. სად მიმდინარეობდა გადაღებები? ცისფერი მთები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გადაიღეს. ფილმის მთავარი ადგილი რედაქციის შენობა დაკავშირებულია ჟურნალ ცისკარის რეალურ გარემოსთან. იროდიონი არის. იროდიონი არა ის. გადაღებების დიდი ნაწილი სპეციალურად აგებულ პავილიონებში გადაიღეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა ძველ შენობებსა და ეზოებში. ფილმში ცნობილი სცენა, სადაც კადრი პანორამულად მოძრაობს და აჩვენებს სეზონების ცვლილებებს, გადაღებულია მშრალი ხიდის მოპირდაპირე მხარეს ძველ შენობის სახურავზე. ეს კადრი სპეციალურად აგებული კონსტრუქციიდან არის გადაღებული და იგი რეალურად ოთახის ხედს არ წარმოადგენს. ფინალური სცენა, სადაც რედაქციის შენობა ინგრევა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია. გრევის ეფექტის შესაქმნელად გადაღების სპეციალურად იყენებდნენ ძველ სამშენებლო ნამცხვრებს და მტვერს, რათა შენობის დაშლის მომენტი ეკრანზე რეალისტურად გამოჩენილიყო. ოპერატორი ლევან პაატაშვილი ფილმს განსაკუთრებული სიმშვიდით იღებს. კამერა თითქოს უბრალოდ აკვირდება ადამიანებს და მათ ყოველდღიურობას. აქ არ არის ზედმეტი მოძრაობა ან ეფექტური კინემატოგრაფიული ხერხები. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად ხდება, მაგრამ სწორედ ამ უბრალოებაში ჩნდება ფილმის მთავარი ძალა. გავაგებინეთ, კაცო. მე აქ ვარ თუ იქ? სადიქ. ახლა მოკლედ გავიხსენოთ ფილმის სიუჟეტი. ახალგაზრდა მწერალ სოსოს რედაქციაში მიაქვს თავისი მოთხრობა და ელოდება, როდის წაიკითხავენ მის ნამუშევარს. მაგრამ ამ მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული და მოთხრობას არავინ კითხულობს. უფრო მეტიც, ხელნაწერის ყველა ეგზემპლარი ნელ-ნელა უყალოდ ქრება. დირექტორი მუდმივად სადღაც გარბის, თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე. თანამშრომლების ნაწილი ფრანგულს სწავლობს, ნაწილი პირად საქმეებს აგვარებს, ზოგი შვებულებაშია, ზოგი მივლინებაში, ზოგი კი უბრალოდ ჭადრაკს თამაშობს და დრო გყავს. ყველაზე ირონიული კი ის არის, რომ ამ დაწესებულებაში ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად კითხულობს ხელნაწერებს, ღებავია. სწორედ ამ აბსურდული სიტუაციით აჩვენებს ელდარ შენგელაიას სისტემას, სადაც ადამიანები თითქოს მუშაობენ, მაგრამ მთავარი საქმე მუდმივად უკან პლანზე რჩება. ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი ალეგორიული კომედიაა. ფილმი, რომელიც იუმორით ამხელს ბიუროკრატიზმს, უპასუხისმგებლობას და იმ გარემოს, სადაც პირადი ინტერესები საერთო საქმის ინტერესებზე მაღლა დგება. წაიკითხეთ, ბატონო იროდიონ. მე რამდენად მეკითხები შეგაიგაცო. კითხულობ. უკვე საკითხული მაქვს ფაქტიურად. შვებულებაში ვერ გავედი. შენი გულისათვის. ფილმში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია მისტიური გივი, ადამიანი, რომელსაც ყველა ეძებს, მაგრამ მაყურებელი საერთოდ ვერ ხედავს. გივი, ჩვენ ვართ გივი. გივი, ჩვენ ვართ. გივი.
ივი სოსო ვარ. ივი, გივი. ჩვენ ვართ გივი, ჩვენ. გივი მე ვარ სოსო. გივი წავიდნენ. ამ პერსონაჟისთვის მსახიობის მოძებნა საჭირო არ გახდა, რადგან გივი თავიდანვე იდეად არსებობდა და არც განიხილებოდა როგორც ღია პერსონაჟი. ასევე ძალიან საინტერესოა დირექტორის პერსონაჟის გამოჩენა ფილმში. ო? გამარჯობა შენ. გამარჯობა, შეიძლება თქვენ. მობრძანე. სად არის თინა? შესვენებაზეა გასული. ძალიან კარგი. დირექტორი ვაჟა ზაზაევიჩი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია. მისი სახით ელდარ შენგელაიამ შექმნა ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ სინამდვილეში სწორედ იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც ფილმი აგვირდება. ამას თქვენ ვერ გაარჩევთ, მომეცით მე თვითონ წაგიკითხავთ. ბოლომდე? კი ბატონო, ბოლომდე. მოდი იცი რა ვხაცოს. ალაგ-ალაგ წამიგით. ძირითადი მომენტები. თუ გნებავთ, სულ არ წავიკითხავ. რატო ბრაზობსასო? ამ როლისთვის რეჟისორს სჭირდებოდა მსახიობი, რომელსაც შეეძლებოდა ბუნებრივად ეთამაშა ზედმეტი თეატრალურობის გარეშე. ყველაფერი გამიგია ჩემოსას. ცხენბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია. მოტობურთი რა არის? პირველად მესმის. ჰოკეია ნამდვილი. ყვინჯი ქვია რა იმას ქართულად. ბატონო? აი ყვინჯი. ჰოკი ჯოხი ალბათ. ძალიან კარგი. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა თეიმურად შირგაძეზე. საინტერესოა, რომ ის პროფესიონალი მსახიობი არ იყო, თუმცა სწორედ მისი ბუნებრივი მანერა გახდა როლის მთავარი ხიბლი. რეჟისორს არ სურდა ხელოვნური თამაში, მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც უბრალოდ იქნებოდა ეკრანზე და თავისი ყოფნით შექმნიდა პერსონაჟს. სხვა კანდიდატებს შორის განიხილებოდა ცნობილი მსახიობი ედიშენ მაღალაშვილიც, თუმცა რეჟისორმა ჩათვალა, რომ ამ როლისთვის სხვა ტიპის ბუნებრივობა იყო საჭირო, უფრო მშვიდი, უცნაური და ყოველდღიური. როგორ დაითანხმეს სესილია თაყაიშვილი და რა სირთულეები წარმოიშვა გადასაღებ მოედანზე მისი როლის შესრულების დროს? კიდე შებაქანა. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მოიცეკეთ ერთი. რაც შეეხება გმირს, რომელიც ლეგენდარულმა მსახიობმა სესილია თაყაიშვილმა შეასრულა. ეს პერსონაჟის სცენარზე მუშაობის დროს გაჩნდა. თავდაპირველად ბუღალტერი უნდა ყოფილიყო, რომელსაც სულ თავბრუ ეხვევა, მაგრამ შემდეგ მისი სახე შეიცვალა. სესილიას თავიდან ფილმში მონაწილეობის მიღებაზე ვერ ითანხმებდნენ. თუმცა შენგელაიას დიდი თხოვნით სცენარი მაინც წაიკითხა და იმდენად მოეწონა, რომ უარი ვეღარ თქვა. პერსონაჟის გარეგნობას თავად შექმნა. გაეკეთა მარცხნილობა, დაეჭირა ხელში საქაღალდეები და სწორედ ასე შეიქმნა მისი გმირი. სიგარეტი არ გააქვთ? გვაქვს. როგორ არა აგერამ? ინებეთ. როგორ ზანდებით ქალთონთან? ნელსპილად მარყებს რაღაც. თავი მткиვა და შპილკებს ვერ ვატარებ, ხა? ეს ნავის ბრალი იქნა. მარყებს თორე ეგეც გემის კაპიტანია. რა შუაშია გემი? დედამიწა არ ირყევა გონია? ირყევა. მეხუთე თუ მეექვსე გადაღების დღეს სესილია თაყაიშვილი ცუდად გაახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ დარჩენილი დღეების განმავლობაში გადასაღებ მოედანზე სამედიცინო მანქანით მოყავდათ და ისევ მიყავდათ. ასე შეასრულა დიდმა მსახიობმა უკანასკნელი კინოროლი. ახლა კი გავიგოთ, როგორ გაჩნდა ყველასთვის ცნობილი გრენლანდიის პეიზაჟი ფილმის სიუჟეტში. ფილმში კედელზე დაკიდებული გრენლანდიის სურათი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია. თქვენ ადვილი გონიათ ხელოვნების ნაწარმის გადაგდება. ეს არც ხელოვნების ნაწარმია და არც ნაწარმოები. ეს არის გრენლანდიის პეიზაჟი. ნაკლებად ცნობილი მხატვრის დედანის ასლი, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. ჩემი აზრით რასაკვირველია. თავდაპირველად ამ ადგილას შიშკინის ცნობილი ნახატის დილა ფიჭვის ტყეში დაკიდება სურდათ, სადაც დათვებია გამოსახული. თუმცა საბჭოთა ცენზურა ამას ვერ დაუშვებდა, რადგან დათვი რუსეთის სიმბოლოდ აღიქმებოდა და მისი ჩამოვარდნა შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც საბჭოთა სისტემის დაცემის სიმბოლო. ამიტომ პირდაპირ მინიშნება ცენზურისთვის მიუღებელი იქნებოდა. საბოლოოდ კედელზე გრენლანდიის სურათი აღმოჩნდა, რომელზეც მაინც არის სამი დათვი, თუმცა ისინი იმდენად პატარა ადგილს იკავებენ, ერთი შეხედვით შემჩნევა რთულია. რატომ დაამატა სცენარში რეზო ჭეიშვილმა მარკ შეიდერის პერსონაჟი? ფილმში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დასამახსოვრებელი პერსონაჟი სწორედ მარკ შეიდერია. თუმცა საინტერესოა, რომ რეზო ჭეიშვილის სცენარში თავდაპირველად ასეთი პერსონაჟი საერთოდ არ არსებობდა. როგორც თავად სცენარისტი იხსენებდა, თავიდან ამ როლისთვის ვულკანოლოგს განიხილავდა. ერთ დღეს კი შემთხვევით შეხვდა ნაცნობს, რომელმაც უთხრა, რომ პროფესიით მარკ შეიდერი იყო. თავად ეს სიტყვა რეზო ჭეიშვილისთვის იმდენად მოულოდნელი და უცნაური და ამავდროულად სასაცილო აღმოჩნდა, რომ მაშინვე გადაწყვიტა სცენარში ცვლილებების შეტანა. სწორედ ასე დაიბადა მარკ შეიდერის პერსონაჟი. თქვენ საერთოდ მე იგავებ ბრძანდებით? არა, მე მარკ შეიდერი ვარ. ბატონო, მარკ შეიდერი. პაკისტანის შტატი ჩვენთან არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც შეკვებით დირექტორთან. ისე მე ხომ ამბობდი მარკ შეიდერი გვჭირდება მეთქი. კი, როგორ არა? მარკ შეიდერი უსათლოდ გვჭირდება მეთქი. ამ ხრის განმავლობაში 1-2 კარგი მარკ შეიდერი არ უნდა ყოლოდა?
რასაგული? ხომ უნდა ყოლოდა? ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟია ფილმში მღებავი. მღებავი არის პერსონაჟი, რომელიც რეალურად კითხულობს ხელნაწერებს, თუმცა მისი აზრი იქ ყოფთათვის უმნიშვნელოა და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ეს ყველაზე კარგად ჩანს ამ მონაკვეთში, სადაც ამბობს: მე პატარა კაცი ვარ. რასაც ჩამძახებენ, იმას ამოვძახე. იმიტომ კი არა რომ ყველაფერი მჯერა. ანდა ჩემი აზრი არ ამოქვს. არა, ასე მოიტანა ცხოვრება. ფილმის განუმეორებელ ატმოსფეროს განსაკუთრებულად ამდიდრებს მუსიკა, რომლის ავტორიც ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელია. ახლა კი გავიგოთ რა სირთულების წინაშე აღმოჩნდა ფილმი გამოსვლისთანავე. ელდარ შენგელაი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ ცისფერი მთები 1983 წელს დასრულდა. თუმცა კინოეკრანებზე მხოლოდ 1985 წელს გამოვიდა. მისი თქმით, მოსკოვში ფილმს საბჭოთა სისტემის კრიტიკა დაღიქვამდნენ. და სწორედ ამიტომ მის საჯაროდ ჩვენება 2 წლით შეაჩერეს. მოგვიანებით, როდესაც მიხეილ გორბაჩოვი ბიჭვინთაში იმყოფებოდა, ქართული ფილმების ჩვენება მოითხოვა. სწორედ იქ ნახა ცისფერი მთები. ელდარ შენგელაიას თქმით, ფილმი იმდენად მოეწონა, რომ ედუარ შევარდნაძეს უთხრა: შესანიშნავი ფილმია, სწორედ ჩვენზე გადაღებული. თუ რამეს არ ვიყონეთ, ყველაფერი თავზე სწორედ ასე ჩამოგვენგრევა. წლების შემდეგ ეს სიტყვები სიმბოლურადაც ახდა. საბჭოთა კავშირი მართლაც ჩამოინგრა და ჩამოიშალა. ამის შემდეგ ფილმს კინოეკრანებზე გამოსვლის გზა გაეხსნა. მიუხედავად 2 წლიანი დაგვიანებისა, მაყურებელმა იგი დიდი სიყვარულით მიიღო და მალევე ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად იქცა. ელდარ შენგელაია კიდევ ერთ საინტერესო ისტორიასაც იხსენებდა. როდესაც ცისფერი მთები პირველად კანის კინოფესტივალზე გაგზავნეს, თავად რეჟისორს ევროპაში გამგზავრების უფლება არ მისცეს. მისი თქმით, მისი მიმართ ასეთი დამოკიდებულება არსებობდა და საერთაშორისო ფესტივალებზე თითქმის არასდროს უშვებდნენ. ფილმი კანის კინოფესტივალზე დიდი ინტერესით მიიღეს და ორჯერ აჩვენეს, თუმცა მთავარ საკონკურსო პროგრამაში მისი მონაწილეობა ვერ მოხერხდა, რადგან ამას მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა. წლების შემდეგ ისტორიულმა სამართლიანობამ მაინც იზეიმა. 2014 წელს კანის კინოფესტივალმა მსოფლიო კინოკლასიკოსთა რეტროსპექტივა მოაწყო. დაახლოებით 1000 ფილმიდან მხოლოდ 20 საუკეთესოს შეირჩა. და მათ შორის ცისფერი მთებიც მოხვდა. იგი ისეთ ლეგენდარულ რეჟისორების ნამუშევრების გვერდით დააყენეს, როგორებიც არიან ჟან-ლუკ გოდარი, ინგმარ ბერგმანი, ფედერიკო ფელინი, მილოშ ფორმანი და სხვა დიდი კინემატოგრაფისტები. სწორედ ამ შერჩევის ფარგლებში ცისფერმა მთებმა კანის კინოფესტივალზე მსოფლიო კინოკლასიკოსის სტატუსი მოიპოვა. ელდარ შენგელაიამ შექმნა ფილმი, სადაც სიცილი და სევდა ერთმანეთის გვერდით არსებობს. სწორედ ამიტომ აწლეულების შემდეგ ცისფერი მთები რჩება ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და დაუვიწყარ ნამუშევრად. თუ ვიდეო მოგეწონათ, მოიწონეთ და მოიწერეთ არხი, რათა ბევრი ასეთი საინტერესო ისტორიები გავიხსენოთ ერთად. ხოლო კომენტარებში დამიწერეთ, რომელია თქვენი საყვარელი სცენა ამ ფილმიდან და რომელ ფილმზე გინდათ შემდეგი ვიდეო გავაკეთო. აბადროებით. გადმოგცათ თინიკომ? კი, როგორ არა გადმოცა. მოიცა რა უნდა გადმოეცა? სად არის თინა? მაბადიეთ შესვენებაზე წავიდე. შესვენებაზე? დიახ. ძალიან კარგი.